ხო, ну მოკლედ ჩემი აყვანა მოხდა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან მე რეალურად ტროტუარზე ვიდექი და იქიდან ვადევნებდი მოვლენებს თვალყურს და ფაქტიურად როდესაც დავინახე რომ სამ პოლიციას მოყავდათ ერთ-ერთი გოგონა და ეს გოგონა იყო დასტრესილი, ну რაღაცა ტროტუარიდან უბრალოდ კითხვას უსმევდი რომ აი რატო იჭერთ, რა საჭირო ხამს დაჭერა და ასე შემდეგ. ყველანაირი აგრესიის და შეურაცხყოფის რამე მაგდაგვარის გარეშე და ამ დროს მოვიდა ჩემთან მიახლოვდა სწრაფად ეს რაღაც აგრესიული პოლიციელი და ასე ვთქვათ რაღაც დამამცირებელი ტონით მომმართა რომ გადავთრეულიყავი კიდე იქით სადღაც არ ვიცი ტროტუარზე კიდე სად უნდა წავსულიყავი და ნუ აი ესეთი დამოკიდებულება გამოავლინა რომ აი შევინახა რომ რაღაცებს ეკითხები და ასე შემდეგ და შენი საქმე არ არის და გაეთრიო უკან და ასე შემდეგ. ნუ ეს შეგავით ამ დაპირისპირებაში. ნუ ამ დამოკიდებულებას როცა ვაწყდები ხოლმე ხა ვეუბნები რომ რა გაყვირებს ეხა რა გონია და ასე შემდეგ, ოღონდ ყველანაირი შეურაცხყოფის გარეშე. და ზოგადად ესეთი ტიპებს აი ესეთი რაღაცა აი ესეთი გამოხტომებით რომ გამოირჩევიან არიან მათში ეს რამოდენიმე როგორც ესეთი თავზე ხელაღებული გათამამებული წარმონაქმნები პოლიციის ფორმაში გამოწყობილი და ესენი მე რაღაცნაირად ამ შელაპარაკების გამო ანუ პასუხს რო გასცემ ამის გამო რაღაც ღიზიანდებიან და ნუ მოკლედ გადაწყვიტა ჩემი დაკავება და მაგან და მეორე ადამიანმა რომელიც დღეს მოწმედაც იყო წარმოდგენილი და ამაკავეს ნუ მტევიდნენ მანქანაში და მანქანაში წავიდა მე გარკვეულწილად ეს დაპირისპირება იმიტომ რომ ეს ამან გააგრძელა ეს შეურაცხყოფელი ასე ვთქვათ რიტორიკა ну იქ იყო მცდელობა რაღაც ფიზიკური ზეწოლის და ასე შემდეგ რაღაც მუქარაც იყო და ასე შემდეგ ну ეხა ეს რო ხედავენ რომ შენ ამისი არ გეშინია და ანუ შენზე არანაირ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ეს ყველაფერი არ ახდენ და ასე შემდეგ კიდევ უფრო ღიზიანდებიან მაგრამ საბოლოო ჯამში მე ეს აღარ წავალ დეტალებში ეხა მე გადავიდა მანქანიდან სხვა პოლიციელები ჩაჯდნენ და წამიყვანეს ძველი თბილისის განყოფილებაში. ნუ ესენი ვინც ჩაჯდნენ სხვა პირებთან ერთად იყო ეს მოხდა, იმიტომ რომ თქვენზე თუ არა იქნებ თქვენს გარშემო რა ხდებოდა ისიც აგვიწეროთ. სხვა ეხა იმ მომენტში სიმართლე გითხრათ მე ცოტა განცალკევებით ვიდექი იქ ანუ მე რო დავინახე რომ ჩვენი თანაგუნდელები დააკავეს მივუახლოვდი იქ მაგრამ უკვე მე ესენი წაიყვანეს და ცოტა განცალკევებით ვიდექი და იქეთ მხარეს ვიყურებოდი უკვე მე ქუჩის მეორე მხარეს ხდებოდა დაკავებები და იქეთ მხარეს აღარ გადავსულ ვარ და იმ მომენტში განვითარდა ეს მოვლენები ჩემს ირგვლივ რეალურად და შესაბამისად დიდად ყურადღება ვერ მივაქციე იმ მომენტში ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა ან ვინ იყო ვიცი რომ ჩემი რამოდენიმე თანამებრძოლი იქ მე მოუახლოვდა და კადრებსაც უყურებდი და იქ იყო ეს მოძრაობები და მე რაც მანქანით წავედით განყოფილებაში უკვე იქ რაღაცა ეს ნორმალური ადამიანები იყვნენ და იქ განყოფილებაშიც მოპყრობა და დანარჩენი ასე ვთქვათ ურთიერთობა კომუნიკაცია და ასე შემდეგ იყო ნორმალური. კი ბატონო, ჯარიმა რას ეს თქვათ რასთან დაკავშირებით გამო სასამართლო პროცესი იყო ძალიან ღირსშესანიშნავი იმ თვალსაზრისით რომ ანუ ერთი მოწმე რომელიც რეალურად მონაწილეობდა დაკავებაში ვერ გაიხსენა რეალურად სად მაკავებდა მეორე მოწმე იყო რომელიც რეალურად იქ განყოფილებაში დამხვდა და საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ადგილას და ის სხვადასხვა ადგილზე საუბრობდნენ მოკლედ აცდენილი იყო ამათი ჩვენებები სრულიად ერთმანეთს ასევე იქ იყო საუბარი რომ ეგზის ასე რომ სავალი საავტომობილო გზიდან გადმომიყვანეს და თითქოს არ ვემორჩილებოდი და ესეთი რამე არ იყო მე პროცესში ჩვენმა მხარემ მოიპოვა გამატებითი მტკიცებულებები ვიდეოს სახით სადაც კარგად ჩანს რომ მატერიალურად ტროტუარიდან გადამათრიეს და არავითარ წინააღმდეგობაში არ ვიყავი და საერთოდ არ ვიყავი ასე ვთქვათ სამართალდარღვევის დისპოზიციაში ჩემი ქმედებებით შესაბამისად ანუ ამ მტკიცებულების ფონზე და იმ მტკიცებულების ფონზე რომელიც მბრალდებამ წარმოადგინა რაც საერთოდ ანუ ვიდეო უბრალოდ სიუჟეტი იყო თუ რა ხდებოდა იმ დღეს ამ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც მე საერთოდ არ ვჩანვა მაგრამ მაინც მიიღეთ სხვებთან ერთად 5,000 ლარიანი ჯარიმა და პატიმრობა მოითხოვა და 5,000 ლარიანი და გადაწყვიტა საბოლოოდ მოსამართლემ მადლობა